სასამართლო ხანის პირადი შემადგენლობა სადემოცე რომელიც დაწყობილია. გახდა საფუძველი იმისა, რომ პოლიგონის გადმოცემა რუსების მიერ რომ პოლიგონი გადაეცა მე-11 ბრიგადას. ხოლო მე მინდა შეგახსენოთ. ბრუნავთ, შრომობთ იმაზე, რომ სწორი ცოდნა მიიღონ ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა. დღეს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრს დაბადების დღე აქვს 16 წლის გახდა და ჩვენ რა თქმა უნდა გავიხსენეთ ის თუ რა იყო ქართული არმია 16 წლის წინ და როგორია დღეს და ეს არის დიდწილად სწორედ ამ ცენტრის დამსახურება აი აქ იბადებიან ჯარისკაცები აქ გადიან პირველ საცეცხლის საბრძოლო მომზადებას და შემდეგ უკვე ცოდნითაც და გამოცდილებითაც ამ ბაზისზე აშენებენ საკუთარ სამხედრო კარიერას. ამიტომაც ეს არის უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი ზოგადად ჩვენი სამხედროს ქართველი სამხედროს მომზადებაში. მათი წვლილია სწორედ ის რომ ავღანეთში ესე ამაყად ესე სრული საბრძოლო მზადყოფნით ჩადიან ჩვენი სამხედროები საერთაშორისო მისიაში მე ძალიან შტაბ-ჭდილების ქვეშ ვარ მთლიანად სასწავლო პროგრამაც როგორც მიმდინარეობს წვრთნები სასწავლო ცენტრი კრწანისი არის კომპლექსური სასწავლო ცენტრი სადაც სწავლას გადის როგორც ქვეითი დანაყოფები ასევე საარტილერიო დანაყოფის სპეციალისტები აეროსაწინააღმდეგო დანაყოფის სპეციალისტები ასევე ტანკსაწინააღმდეგო დანაყოფის სპეციალისტები ამისთვის შექმნილია ყველა პირობა შექმნილია ეგრეთ წოდებული სიმულაციური ცენტრები სადაც ხდება აღნიშნული უნარჩვების დახვეწა კომპიუტერებზე ეს საშუალებას იძლევა ხარისხობრივადაც გავაუმჯობესოთ მებრძოლის მომზადება და ასევე საკმაოდ ეკონომიურია ცოცხალ საველის სწავლებასთან შედარებით ეს საშუალებას გვაძლევს როგორც სპეციალისტის ჩამოყალიბების ასე დანაყოფის ჩამოყალიბების